ახლა ვუყურებ ჩემს ფერმას და ვხვდები მხოლოდ ერთს, რომ მე ისევ მომიწევს წავიდე ჩემს სამუშაოზე, ჩემს სოფელში. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან მეოსება და არ ხილობთ შურასამსამი და თქვენ უბრალოდ შეხედეთ როგორ გაიზარდა ჩვენი ფერმები ჩემს სოფელში ვაიქში. წინიკო გამარჯობა და მე მეგობრებო ისევ მომიწევს წავიდე ჩემს სამუშაოზე, აბა მეგობრებო საათად წავალ. ავიღოთ მეგობრებო ახლა ჩვენი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, ავიღოთ ყველაფერი რაც კი მჭირდება იმისათვის რომ დავრგო კარტოფილი, სტაფილო, pshenica და ასეთი რაღაცები და წავიდეთ მეგობრებო ახლა ასე ვთქვათ ვიმუშაოთ და მეგობრებო მოკეთ თქვენთვის მაქვს ერთი ამბავი. ჩემი ეთ კარგი ამბავია, ვინაიდან მოკეთ მე და მერი მეგობრებო ვფიქრობთ ახლა ეს ჩემი ასე ვთქვათ ფერმა, რომელიც აი პირდაპირ ჩემს სახთან ვარი განლაგებულია ეს ფერმა. გავადიდოთ ორჯერ. ანუ მეგობრებო, აქ კიდე ერთი ასეთივე კოპია გავაკეთოთ ფერმის და იყოს ასეთი ორი ცალი დიდი მოკეთ ფერმა რო გქონდეს სოფელში. ერთი იქ რო არის სოფელის ბოლოს და ერთი ჩემს სახთან დო იყოს. ჯერჯერობით მეგობრებო ეს უბრალოდ ვფიქრობთ. ჩემი ეთ მეგობრებო ეს არის ნორმალური კარგი ამბავი. მოით აქ სტაფილო დავუყოთ, აქ კარტოფილის ფერმა იყო ახლა სტაფილოსა და კარტოფილის. და მოგეთ მეგობრებო ჩემი ეთ ეს ძალიან კარგი ამბავია. მაგრამ მეგობრებო პრინციპში ბევრი სამუშაო როგორც კი ვხედავ არ მაქვს, ვინაიდან იქ ხოდ აი იმ დიდ ფერმაზე მხოლოდ როგორც დავინახო, ხოდ ერთი ფერმა არის სულ გასაკეთებელი, რაც მე ძალიან მომწონს, რაც მე ძალიან მახარებს, ვინაიდან დიდი ხანი არ მოვუნდები. თან მეგობრებო ეს სამუშაო ფერმერის ძალიან მომწონს, ვინაიდან მეგობრებო ჯერ ეს ძალიან ადვილია და მეორეც ერთი ძალიან ბევრ ფულს, ძალიან დიდ ხელფასს ვიღებ ამ სამუშაოსაგან. აჰა მეგობრებო ეს ფერმაც დავამთავრე და დარჩა აი ხო აქ ხოდ ერთადერთი pshenica უნდა ავიღო. და სხვა დანარჩენი შეხედეთ ჯერ კიდევ იზრდება გუშინდელი დღიდან რაც კი ჩავსვი ჯერჯერობით არც კი გაიზარდა. გამოის მეგობრებო გამთოვდა აი მეგობრებო აი ამას ბოლო pshenicას ვსვამ და გამოის მეგობრებო უკვე თავისუფალი ვარ. ვინაიდან მეგობრებო ძალიან სწრაფად რაღაც მეგობრებო დავამთავრე ჩემი სამუშაო ფერმერის და ახლა მეგობრებო რაღაც ჯერჯერობით არ ვიცი რა ვქნა. ჩავაწყობ ამ ყველაფერს მეგობრებო. მე აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა მივიტანო ასე ვთქვათ ჩვენს სკლადში, სადაც ჩვენ ყველაფერს ვინახავთ. ჯერჯერობით მეგობრებო, ჰემატიკას სხვაგან ჩავსვი, აი აქ ჰემატიკა და ახლა მეგობრებო არ ვიცი რა გავაკეთო. ერთოს მეგობრებო ტელეფონი მირეკავს. სად არის ტელეფონი? აჰა, აი ტელეფონი. ვინ მირეკავს? მერი. გამარჯობათ მე რომ როგორ ხართ? მე თუ რამე ისა მთლიანი სამუშაო რაც კი მქონდა შევასრულე. საბა, ეს ძალიან კაია. მოკეთ შეგიძლია ერთი წუთით მოხვიდე ჩემს სახთან ერთი სამუშაო მინდა მოგცე თუ გცალია. კი მე მთელი დღე ახლა ცალია, ვინაიდან მე ძალიან მალე გავაკეთე ფერმა და მალე მოვალ ახლავე. მეგობრებო რაღაც მერს ახალი სამუშაო უნდა რომ მომცეს მე. ძალიან ჩემი ძალიან კარგია. საქმე მექნება მაინც. გამარჯობათ მე რო თქვენ მეძახით ტელეფონზე მითხარით რომ რაღაც სამუშაოს მოცემა გინდოდათ. კი საბა, მოგეთ თუ შეგიძლია რომ იმ ტყუპ სახლებში, ხო იცი ეს სამი პატარა ტყუპის სახლი, მოგეთ მაგ ტყუპ სახლებში 10 სუბრუდი დაარიგო. მოგეთ 10 სუბრუდი ყოველში წელიქს უბრალოდ და შეკიდე ხვალ აუცილებლად ხელფასს მოგცემ ამას თუ შეასრულებ. მე რომ მადლობა დიდი. რომელი ყუთიდან ავიღო? აი შენს გვერდით როა. ჩემს გვერდით. აი აქ არის გამოდის 30 სუბრუდი, ვინაიდან იქ სამი სახლია. მე რო გავიგე, აუცილებლად დავარიგებ. მეგობრებო, ჩემი აი ძალიანაც და კაი სამუშაოა. მოკეთ მეგობრებო, მოდით წავიდეთ ჯერ ამ პირველ სახლში. ეს არის თუ რამე აი ტყუპის სახლებია, ეს სამი ტყუპის სახლი. პირველში სად არის აქ ჩესტები? აი ჩესტები. 19 სუნოდი აქ და ჩვენ კიდე უნდა დავუმატოთ კიდე 10. და აქ პირველ სახლში დავამატე 10.
წავიდეთ ახლა შუა ტყუპსახში, ასე რომ ვთქვათ. აქაც 10, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. აჰა, მეგობრებო, აქაც დავდეთ. ჰა. ეს რა არის? მეგობრებო, ხედავთ? აქ რაღაც აი ბლოკის რაღაც ტექსტურაც საერთოდ განსხვავდება. ეს აი კიდე ერთი ჩესტია? არა გაქვს ჩესტს. ერთის მეგობრებო, რაღაც ერთი რაღაც საოცარი რაღაცა. უნდა გავიგოთ შეიძლება რა არის შეგნით. ოღო აქ 12 ისუმრუდი აქ უკვე შეგნით. ყველაზე მდიდარია მე მგონი ამ სატყუპი სახლებს შორის. და მეგობრებო, გამოდის შევასრულე ჩემი სამუშაო და გამოდის რა? ხვალ მერი მომცემს მე ძალიან კარგ ხელფას, მაგრამ მეგობრებო ძალიან რაღაც მაკურებს აი ეს რა არის? აი მესეს აი აქ რაღაცა. ერთის მეგობრებო რაღაც ძალიან მაოცებს. ოპა, ეს რა არის? მეგობრებო, თუ თქვენ არ იცით, მოგეთ ჩვენთან სოფელში კანონის მიხედვით არ შეიძლება რაღაც პადვალების ან მეორე სართულის აშენება, სანამ ამას, ანუ სამ საბუთებს არ გამოგიწერს მერი. და არ ვიცი, მოიცეთ მეგობრებო, აბა ჯერჯერობით ყველაფერი დავდოთ. მოგეთ მეგობრებო, თუ რამეა აი პატრონი ამ სახლის პატრონი თუ რამეა წავიდა რამოდენიმე დღით საცხოვრებლად სხვა სოფელში, გააფრთხილა ყველაფერი სოფელი, მაგრამ მეგობრებო რაღაც დიდი საოცრება. მერო, მოგეთ მთლიანი სამუშაო გავაკეთე ყველა სახლს და ურიგე 10 ისუმრიდი, მაგრამ აი სახლში რაღაც მიწისქვეშა რაღაც ტუნელისავით თუ რაღაც გვირაბისავით თუ რაღაც პადვალი ვნახე და შენ ისე იცი ამის შესახებ? არა კაცო, შენ ხო იცი საბა რომ წესითა და რიგით ჩვენ სოფელში პადვალების აშენება შეიძლება მხოლოდ თუ მე მოვაწერე ხელი და თუ მე შევხვიე საბუთები ამის შესახებ და თუ მე ვიქნები ამის ცენტრში და მე ჩემთვის არავის არ უთქვას რომ აშენებს რაღაც პადვალს და არა, მე არაფერი არ მოვაწერე ხელი. მე რო გასაგებია. კაი, თუ რამე აქ დავარიგე ყველაფერს და ხვალ ველოდები ხელფას. და მეგობრებო, რაღაც ეს ძალიან მაოცებს. მეგობრებო, მეთქი ახლა სხვის საკუთრებაში არ შევა, მაგრამ რადგან მერმა თქვა რომ არაფერი არ იცის ამის შესახებ, მეგობრებო, ჩემი აით აქ არ შემიძლია რომ უბრალოდ გავიარო. მეგობრებო, რაღაც ცოტა მეშინია, მაგრამ მოდით აბა ჩავიდეთ ვინაიდან თუ მერმა არ იცის რა არის ესა, მაშინ გამოდის წესითა და რიგით უკანონო პადვალია. მოდით მეგობრებო, ჩავიდეთ ფრთხილად და რა არის აქ? მეგობრებო, აი თითქოს და უბრალო პადვალია, მაგრამ მეგობრებო, რაღაც მერმა მითხრა რომ არაფერი არ იცის ამ პადლის შესახებ. აი ეს მინედავი მეგობრებო რა ოთახია? ეს ძალიან მაოცეს ეს ოთახი. რაღაც ძველი რაღაც თითქოს ნოხი და რაღაც ძველი გაფუჭებული ონკანი და კიდე მეგობრებო რაც კი ყველაზე მეტად მაშინებს ეს არის ეს კამერა. თან კამერა მეგობრებო თუ რამეა მუშაობს. კამერა მუშაობს, რაღაც საოცრება. ვერ მხვდები. თან აქ მეგობრებო რაღაც ციხესავით, თითქოს აი ციხეში აი მახეა. წარმოიდგინეთ, თან ოფსიდიანი. საიდან აიღო ამ შეჭელიკა ოფსიდიანი? მოი ოფსიდიანს ალმასის იმის მაგათ ვერაფერი ვერ გატე ხო? ეს რაღაც ყუთია და მეგობრებო გავგიშდი. მეგობრებო, აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა არის? ამდენი დინამიტი? მეგობრებო, უბრალოდ აი თავს ვერ ვიკავებ. მეგობრებო, აი ყოველ სერიაში, ყოველ ვიდეოში, მეგობრებო, რაც კი მე მგონი, ვინც უყურებს თავს ჩემს ვიდეოს მინიკრაფტის შესახებ, სულ ხვდები რაღაც ახალ შეჭილნიკების რაღაც საიდუმლოებში, მაგრამ მეგობრებო, ეს რა არის? მეგობრებო, თქვენ იცით საერთოდ რომ ამ ტენტეთი თუ იქნებოდა სადღაც 50 სოფელი,
50 სოფელი კი არა 50 დიდი ორმო იქნებოდა თითქოს 50 ასტეროიდი 50 კომეტა ასეთ ჩამოფრინდა დედამიწაზე და გაანადგურა მთლიანი მოსახლეობა მეგობრო ამდენი ყმაი და ის ზუმრუდის ბლოკები მეგობრო წარმოიდგინეთ ის ზუმრუდის ბლოკები აქ არის 7 თაქი ის ზუმრუდის ბლოკების ეს არის მილიონერია ეს შიწინიკ ნუ მილიონერი არა მაგრამ 100,000-ობით ის ზუმრუდები კი აქვს ამ შიწინიკს მაგრამ როგორც მივხვდი მერმა ამას არ მოაწერა ხელი და გამოდის ან მოიპარა, ან გაძარცვა, ან კიდე რაღაც უფრო ცუდ, მაგრამ მეგობრო, ყველაზე მეტად მაინც ესებს აი ეს ოთახი. მოითავე, თხევად. შევიდეთ და რა არის აქ განლაგებული. ნუ ხო, პრინციპში აქ ერთი რაღაც დანგრეული რაღაც ონკანი, რომელშიც უფრო ცუდი სუნი ასე რომ ვთქვათ და ძველი რაღაც ნოხი. ტურიანი სულ და მეგობრო რაც კი ყველაზე მეტად მოაწევს ეს არის კამერა. აი კამერა თითქოს არის დაყენებული სულ ერთი კვირის წინ მეგობრო რეალურად გეუბნებით. საერთოდ ახალია მეგობრო თან მუშაობს. მუშა კამერაა. კაი მოდით მეგობრებო აქედან წავიდეთ და მეგობრებო ჩავიკეთე რა ვქნა ახლა გამიღეთ მეგობრებო რა დებილი ვარ აქ აი ეს ქვის რაღაცა რო იყო ხომ რომელიც აღებდა კარებს აქ ვერ შევხედი რომ აქ არ არის მეგობრებო დაყენებული არც კნოპკა არ არის რომ გავაღო ეს კარები არც გასაღები არ აქვს და რა ვქნა რა ვქნა ახლა მეგობრებო გამიღეთ არ ვიცი რა მეგობრებო ეს რკინის კარებია რა ვქნა ახლა მეგობრებო მოგესალმები საბა ასეც ვიცოდი რომ შენ მაინც მოხვიდოდი ჩემს სახლში და ნახავდი ამ პადვალს ახლა კი მე მაგის გამო საბა შენ დაისჯები სიკვდილით ხო სიკვდილით შენ აქ მოკვდები საჭმლისა და წყლის გარეშე და მე კიდე ახლა წავალ და გამერთობი ჩემს მეზობლურ სოფელში ნახონდის მეგობრებო კამერიდან იყო ეს ხმა ჟიძელნიკო ჩართე დროზე ეს კამერა ხედავ გიქნევ ხაოს ჩართე დროზე ეს კამერა შე დებილო მიდი ჩართე კამერა მეგობრებო რა ვქნა ახლა მეგობრებო არ ვიცი ეს ტრეინი ნახე და მეგობრებო მართლა მოვკვდები აქ საჭმლისა და წყლის გარეშე უკვე 3 დღეში უკვე ჩემს ჩვენს ნახავენ მეგობრებო რა ვქნა მაგრამ მეგობრებო ერთი რამ დავინახე რომ ამ შეწენიკმა კი რაღაცები გათვა მაინც დებილია ვინაიდან ოფსიდიანს ვერ გატეხავ კი შეხედეთ ოფსიდიანს ვერა ამ მახესაც კი ვერ გავტეხავ მაგრამ მეგობრებო ქვის გატეხვა ხო შემიძლია მაგრამ მეგობრებო მიდი დროს ის კარები ამომივიდა დროზე უნდა წავიდე აქედან და აუცილებლად უნდა დავრეკო ხო პოლიციაში დავრეკავ თუ მერს ვუთხრა ჯერ მოდით მეგობრებო პოლიციაში დავრეკავ ანდა მეგობრებო მოკლედ რას ვიზამ ახლა ყველამ ყველაფერს დროზე ახლა მინდა ამ სახლში ყოფნა რაღაც ძალიან ბოროტი არ ვიცი რაღაც შეწელნიკი რომელიც არ ვიცი ქურდი მძაცველი არ ვიცი როგორ ხსნა მერო მოგეთ უაღ შეწელნიკია გამარჯობა მერო მოგეთ რას უნდა გითხრა ჩვენთან აი ეს სახლი რომელიც არის აი ტყუპის სახლის შუაში მე ვნახე ერთი პადვალი სადაც ინახება დინამიტი 7 ტაკი დინამიტი და 7 ტაკი სუმრუდი მე მგონი ეს სუმრუდები მოეპარა ამ ჩვენ სოფლიდან სხვა სოფლიდან მე რო გთხოვ გამოიძახე პოლიცია რა კაი 5 წუთშივე ეგრევე გამოიძახე პოლიციას და ნერვიულობ საბა კაი მე რო მადლობა დიდი მაგრამ მეგობრებო მაინც მე გამოვიძახებ მაინც პოლიციას მეც გამოვიძახებ აქ მე მგონი ერთი პოლიციის იმით ვერ დასრულდება ეს ყველაფერი სადაა ტელეფონი აქაა. კაი მეგობრებო მე ახლა დავურეკავ პოლიციას და თქვენ კიდე მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეწონთ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მოგესალმებით ნახონდის